გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები დაგიჭერ დაგიჭირე ნუ გძინავს დაინახე რა გააკეთა წამოდი ბოდიში მოვიხადოთ და ბურთი გამოვართვათ გამარჯობა ბოდიშს გიხდით შემთხვევით მოგვივიდა ესე იგი თქვენ დააზიანეთ ჩემი ფარდული რას ამბობთ ბურთს ვთამაშობდით და თქვენთან გადმოვარდა ბურთი? რა თქმა უნდა, წაიღეთ. ფარდულს რა დაემართა? ამას ხედავთ? კბილების ნაკვალევია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვიღაცა მთელი კუთხე დაღრღნა. თითქოს დინოზავრი იყო. რას ამბობთ? დინოზავრები დიდი ხანია აღარ არსებობენ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, საჭიროა გავარკვიოთ, ვინ დააზიანა ფარდული. მაგრამ როგორ? ნაკვალევის მიხედვით ეს ცხოველები ტყიდან გამოვიდნენ. დღე უნდა დავათვალიეროთ და გავიგოთ რა ცხოველებია. შეხედეთ. რა მეიპოვეთ? ასაკეთებთ. ეს ხომ ბარსიკის ნაკვალევია, სტეპან პეტროვიჩის კატის. ის ამას არ იზამდა. შეხედეთ. პანიკის გარეშე. ხეს მე დავიჭერ. პაშა. გავიგე რა ხდება. ცხოველები, რომლებსაც ვეძებთ, თახვები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ხე ასე შემოღრღნან. მაგრამ თახვები წყლის მახლობლად ცხოვრობენ. იქ იშენებენ სახლებს, თხრიან სოროებს. სტეპან პეტროვიჩის ფარდული რატომ დაღრღნეს? ყველაფერი გასაგებია. წყლის დონე მაიცია, თახვების კაშხალი და სახლი დატბორა. ახლა კი ახალ სახლს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. ესე იგი მავნებლები არ ყოფილან. თვითონაც დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, საბრალო თახვები. თუ ახალ სახლს ვერ იპოვიან, დაიხოცებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გვერდით არხს გავიყვან და წყლის დონე დაიწევს. მე გავთხრი. თორ, შენ მიწას მოაშორებ. ანკი, შენ კი კაშხლის ნაწილს თავის ადგილზე დააბრუნებ. ტრაკ? კარგი, შენ კატას მიხედე. ტურბოზავრებო, წინ! აეშველება სტეპან პეტროვიჩის ფარდულს, იმას რა ვუღოთ? ვფიქრობ, მისი აღდგენაც შეიძლება. თავარია მისმა პატრონმა არ დაგვინახოს. მოგვიწევს ვიშრომოთ. მე და ანკი მოვიტანთ ხეებს, რომლებიც თახვებმა დაღრღნეს. ტრაკ, შენ მათ დადგმაში დაგვეხმარები. თორ და დო,
მიწა გაასწორეთ. ზერ, შენთვის განსაკუთრებული დავალება მაქვს. წყალსაცავთან გაფრინდი და ნახე თახვები თუ დაბრუნდნენ იქ. არის. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს. თახვები თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ? კი. ახლა ყველაფერი კარგად იქნება. რაო ბარსიკ, ბევრი ისეირნე? სტეპან პეტროვიჩი ბრუნდება. ტურბოზავრებო, დავიმალოთ. ახლა ხელოსნები უნდა მოვიყვანო, რომ ფარდული შეაკეთონ. ბოდირს გიხდით, სახლში უნდა წავიდეთ. ჰო, რა თქმა უნდა. შენ რამე გაიგე? მე ვერაფერი. რა მშვენიერი დღეა. აბა, დავიწყოთ დილის ვარჯიში. რატომ ღაც არ მინდა ვარჯიში? წავალ გავირუჯები. შეხედე, ანკი! რა კარგად დაფრინავს ზერი. ნეტა მეც ვისწავლო ფრენა. მაგარია. ეთხოვან დავიძინე და ეს მესიზმრება. მაგარია. როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ვთხოვ ზერს ფრენა მასწავლოს. ზერ, დამელოდე. ანკი! ანკი, შერა დაგეძინა? ზერ, ახლა სიზმარში ისე დავფრინავდი. შეგიძლია მასწავლო. ფრენა? რა პრობლემა? ახლა ვაგასწავლე. სანამ ფრენას შეუდგები, უსაფრთხოების ტექნიკის კურსი უნდა გაიარო. ფრენა როდის უნდა ვისწავლოთ? მოიცადე, ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა. მაშასე. ესე. კითხვები გაქვს? ანკი, შენ რა გძინავს? ვის ძინავს? ყურადღებით გისმენ. მაშინ შეგვიძლია ფრენაზე გადავიდეთ. აფრინდი ოღონდ ძალიან მაღლა არა. მე ხომ ფრენა არ ვიცი. შენი უსაფრთხოების ტექნიკით საბოლოოდ დამაბნიე. ისიც დამავიწყდა, რომ ფრენა არ იცი, მაგრამ არა უშავს. რამეს მოვიფიქრებთ? აი, ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, ეს ხომ მუხის კერქია. ის რკინაზე უფრო გამძლეა. პატარა შეცდომა გაიპარა. სიჩქარის რომ აკრებ უნდა გაფრინდე. გამარჯობა, მეგობრებო. ზერი და ანკი სად არიან? ცოტას დააფრინდები. გასაფრენი ბილიკი ცოტა მოკლე აღმოჩნდა.
სხვა დროს გამოვა. და რა ხდება საერთოდ? ახლავე აგიხსნით ყველაფერს. ანკი მთხოვა მისთვის ფრენა მესწავლებინა. ჰოდა? ზერ, ურიკასი ადვილად ვერ აფრინდება. მას ტრამპლინი სჭირდება. ტრამპლინი? ეს არის მოედანი, სადაც ანკი სტარტს აიღებს. ეს ურიკის თავკავია. ეს ტრამპლინის სამაგრია. ეს კი ის მოედანია, სადაც ანკი დაეშვება. მართლა გავფრინდები? რა თქმა უნდა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! მაშასე ბული და თორი ტრამპლინისთვის მოედანს მოამზადებენ. ტრაკი და ანკი მასალას მოაგროვებენ. ზერი და დო დაშვების ადგილს მონიშნავენ. გარანტიოზული ამბავი იქნება. წარმატებას გისურვებ, ანკი. ფრთხილად იყავი. დელტა პლანი არ დაკარგო. ის ბებია საყვარელი სუფრისგან გავაკეთეთ. უნდა დააბრუნო. მოემზადა? ყურადღება. წინ! ანკი! ანკი! ანკი, ანკი! ვაშა! აშა! ფრთხილად, მარჯვნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარცხნივ. აი, ასე. ფრენა გასწავლე. ძალიან მაგარი იყო. შენ შეგიძლია სიმძიმე მისაწევა მასწავლო. ადვილად. მაგრამ ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა უნდა აითვისო. პეტია! კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გავფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედია, არ ინერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ. სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ. ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასტრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება.
შვიდა ძერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე კარენერი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მორჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კიდევ ბევრი რამ შემიძლია. აი მეორე ბურთი რომ ქონოდა. თქვენ აქ ერთობით, იქ კი. სამი კაცია ტომრებით. და აქეთ მოდიან. ტომრებით? ჰა, ძალიან დიდი ტომრები აქვთ. ზურგით მოაქვთ. ალბათ ტურისტები არიან და ზურგჩანთები აქვთ. მაშინ ჩვენი წასვლის დროა. არავინ არ უნდა დაგვინახოს. ზერ, რა გააკეთე? რატომ მაშინვე ზერი? ზერი დაიღალა და სასვენებლად ჩამოჯდა. ქვები კი უკვე 500 წელია არ შეუკეთებიათ. ქვას ასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვერ მოვასწროთ ის ტურისტები. ის ტურისტები ახლოს არიან. გეგმა მაქვს. ტურისტებს შევაყოვნებთ. ტრაკ შენი დახმარება დაგჭირდება. წამოვყევი. ბურთი წამოვიღო. არა, შენი სხვა ნიჭი დაგჭირდება. ჩვენ კი მანამდე ბაზის რემონტს მივხედავთ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ ბევრი უნდა ვეაროთ, სანამ შევისვენებთ. არა, უკვე ახლოს ვართ. აქ ერთი მშვენიერი მინდორი ვიცი. იქ გავჩერდებით ღამის გასათევად. ამ დღეში მხეცები არიან? დათვები ან მგლები? აქ სრულიად უსაფრთხოა. ტრაკ, როცა მოგვიახლოვდებიან, ხმამაღლა შეუღრინე, როგორც შეგიძლია. ძალიან ხმამაღლა. დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ვეცდები. დროა. დათვები, მგლები, ენოტები.
რატომ უნდა გააკეთო? ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის. ახლა დრო გვაქვს რომ ბაზა გავარემონტოთ. კიდევ უფრო უკეთესად შემიძლია. ცოტა რომ მე ვარ ჯიშა. არ გამოდის. ახლა მე ვწდი. არ გამოდის. ვერაფერს ვერ წამოვდე, კაუჭი. თითქოს რამდენიმე პატარა ქვად ვაქცევ. მეტის მეტად მაგარი ქვა. რა გავაკეთოთ? ტურისტები გარკვეული დროით შევაყოვნეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდნენ აქ. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. პერკეტი გჭირდება. შეხედეთ? მაგარი მორი უნდა ვიპოვოთ. მის ერთ ბოლოს ქვის ქვეშ დავდებთ მეორეს, რაც შეიძლება მაგრად დავაწვევით. აქედან ახლოს წაქცეული ხედა ვინახე. ტრაკ, გამომყევი, გაჩვენებ. იქნება არ არის საჭირო. საჭიროა. უნდა გავიგოთ რა ხმა იყო. შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთოთ. ტრაკ, მორს დააწექი. ტურისტებს ვხედავ. ძალიან ახლოს არიან. ბულ, ტრაკს დახმარება სჭირდება. ჩვენი წასვლის დროა. გმადლობთ მეგობრებო. არაფერს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. გამარჯობა. შემთხვევით, ცოტა ხნის წინ საეჭვო ხმები ხომ არ გაგიგონიათ? ველური მხეცის საშინელი, შემადრწუნებელი ხმამაღალი ღრიალი. გამარჯობა. ველური მხეცის? რას ამბობ, აქ ასეთები არ არიან. ჩვენი დღე სრულიად უსაფრთხოა. ღრიალი? გავიგონე. მე და ჩემი ძმა ქვის ხანას თამაშობდით. პეტი ხმალკბელა ვეფხვი იყო. მე კი პირველყოფილი მონადირე. აი, შენ კიდევ დათვები, ენოტები. ხმალკბილა ვეფხვი. ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა. გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყოფს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყოფ? შენ რატომ მიყოფ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. ხო, მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა. ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ!
მოდი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინ აქ არაფერი არ ყოფილა. იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? ო, რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასწია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ. ახლა მე ბაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. ზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე. აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია, სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავმარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ სათვალე. აი თურმე ვინდა ხატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეჭა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. ისროლე. რა გააკეთე? შეუძლებელია ბურთი ბილიქზე ვისროლეს, შეხედე? აქ ნაკვალევია. რომელიღაც ცხოველი იყო და ყვავილები გააფუჭა. გამარჯობა, არ ვიცოდით რომ კატა გყავდათ. ჩემი არ არის. თვითონ მოვიდა. რამე თუ გააფუჭა, ჩემი ბრალი არ არის. რა ქვია? მე რა ვიცი. ბარსიკს ვეძახი. მე ხმიანება. ბავშვებო, სადილობის დროა. ბევრი ვჭამე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ბებია, თემშების გარეცხოში დაგეხმარო? არ მინდა გმადლობ. მით უმეტეს ცხელი წყალი არ მოდის. წადით ითამაშეთ. ბარსიკ. რა მოხდა? ბარსიკი დაიკარგა. ალბათ გაიქცა. მე კი უკვე მივეჩვიე მას. ბარსიკი ალბათ ჩორს გაიქცა. ახლა მისი მოძებნა გაგვიჭირდება. ბარსიკ! შეუძლებელი არაფერია. შეხედე, აი მისი ნაკვალევი. ვიპოვით და მეზობელს დაუბრუნებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება. ალბათ დაიკარგა. რაზეა ლაპარაკი? კატას ვიპოვით. ხომ ასეა ზერ? უკვე მივფრინავ საძებნელად.
ვიცი სად არის ბარსიკი. ყველანი მომყევით. ბარსიკ! მე მგონი არ გვენდობა. ტურბოზავრებო წინ! რა, შეეცადე ფრთხილად ჩამოიყვანო. ჩამომარდება, როგორ ჩამოვიყვანოთ? ერთი იდეა მაქვს. იქნებ კიბე გავაკეთოთ. აი ასეთი. თორ, ადგილი მოასუფთავე. დო, კიბისთვის გამოსადეგი მორები მოძებნე. ანკი, აქ მოიტანე ისინი. ტრაკ, შენ მორებს დაჭრი. დამზღვევი ბაგერი. აი, თოკი მქონია. ზევით აიტანე. უილად ვიწვალეთ. ეს რა არის? მე მგონი ვიცი. მილებს სვლიან და ამიტომ გათიშეს ცხელი წყალი. არა, ოღონდ ეს არა. ბარსიკ! რატომ გაშეშდი? მიდი, დინოზავრებს დაუძახე. შეიძლება არ დაგვეჯეროთ, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. ისევ. ეს ადვილი არ იქნება. ერთად მეგობრულად მოვკიდოთ ხელი საქმეს და შევძლებთ. ტრაკ, შენ მილს ასწევ და დაათვალიერებ. თუ შიგნით კატა არ იქნება, მილს მე მომცემ. მე კი მას ტრანშიაში ჩავდებ. ანკი, შენ მილს ბეტონის საფარველი დაფარავ. თორ, შენ მიწას დააყრი. ჩვენ რა გავაკეთოთ? თქვენ ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანა გაქვთ. თვალყური ადევნეთ, რომ კატა არ გამოხტეს და არ გაიქცეს. აქ არის. დაიჭირე, არ გაიქცეს. არ გაიქცეს. თქვენ რა ყველა მილი ჩააწყვეთ? ახლა ცხელს უფრო მალე გამოუშვებენ. კატა ვიპოვეთ, შეხედეთ? ბარსიკ, დაბრუნდი. დიდი მადლობა. რატომ გაიქეცი? ან რისთვის? სახში ყოფნა უკეთესია, ასე არ არის, ბარსიკ? რა თქმა უნდა. ახლა ეს არის შენი სახლი. ტურბოზავრები, ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ვაშა, ზოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. თამაში ჯერ არ დასრულებულა. ბურთი სად არის? გაფრინდა. და ვინ წავა მის მოსაძებნად? მეკარეს უფლება არ აქვს კარი მიატოვოს. მე მოვიდან თქვენს ბურთს. გამარჯობა, შენ ვინ ხარ? ტაბიკ, ჩემთან? აქეთ ადამიანი მოდის, თანაც მარტო არ არის. ტურბოზავრებო, დაიმალეთ. გამარჯობა, სტებან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. მანქანები, ტყეში, უცნაურია.
თქვენ აქ რას აკეთებთ? კატიას ფეხბურთის თამაშს ვასწავლი. ტობიკ, ჩემთან მოდი. აქ მაინც არაფერი ხდება საინტერესო. ტობიკ, რატომ ხებ? წამოდი, სახლში წავიდეთ. დღეს ვეტერინართანაც უნდა წავიდეთ. ორჯა, წავიდნენ. რა მოგივიდა, ანკი? შენ რა ვერ დაინახე რომ ტობიკს დო მოეწონა? რატომ გაგიკვირდოთ? ბოლოს და ბოლოს ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი მე ვარ. მოიცადე. მე დაგავიწყდით? კარგად შემომხედეთ. ბრტები მაქვს, ბიცეპსები. უკვე იყავით ვეტერინართან? ტობიკი სად არის? გაიქცა. როგორ? ქალაქში მოტოციკლს გაეკიდა და დაიკარგა. ვეძებდი, ვეძახდი, მაგრამ არ დაბრუნებულა. უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ. რამის თქმა გინდა თორ? ქალაქში ბევრი ქუჩაა. ფიქრობ ტობიკი რომ ვიპოვოთ, უნდა გავიყოთ. მართალი ხარ. ტორბოზავრებო წინ! ტობიკი ვერ ვიპოვეთ. ის ხომ დაიღუპება. ტობიკი ძალიან პატარაა. ქალაქი კი უზარმაზარია. გესმით? სადღაც ქვევითა, ალბათ ჭაში ჩავარდა. ული და ტორი, მიწა გათხარეთ. ანკი, შენ მილისაწევა მოგიწევს. ტრაკ, ტობიკი ფრთხილად უნდა მოიყვანო. შენ კი, დო, მიანათე რომ მეტი სინათლე იყოს. ტურბოზავრებო, წინ! ყველა საქმეს აკეთებს, მე კი არავის გავხსენები ვარ. იქნებ მეც მინდა ბრძანებების გაცემა. უფრო სწორად, უფრო სწორად. ფრთხილად. აი ასე. ყურადღება, ისტორიული კადრი. ზაღლი დინოზავრის მეგობარია. როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კატა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქა კუხილი, ელვა, ხეები წაიქცა. ჰო,
გზა ჩაიხერგა. ბებია ქალაქში ვერ მიდის. მე დასასვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხია წაქცეული. ერთი ძალიან დიდია. კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ. წვიმა რომ დაიწყო, დაიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჩეკაკუ ხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. თორბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. თორბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სწინავთ. აი რა ხდება როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს შევუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რას აკეთებ? შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა. თორბოზავრებო, წინ! თორ! ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლიათ ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავ რა? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ, ხიდის დაზიანებული საყრდენები შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალვითაა. კიდევ 100 წელი იდგება.
რა მშვენიერი დილა. კარგი დროა ფოტოსესიის მოსაწყობად. დო და ყვავილები, დო ტყეში, დო ჭაობში. სად? არავითარ შემთხვევაში. კარგი. არა ეფექტური კადრი იქნებოდა. გარშემო ბორცვები, ბაყაყები. ბაზა, მიღება. საგანგებო სიტუაცია. თქვენთან მოურბივართ, არსად არ წახვიდეთ. რა მოხდა? ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ახალ გზას ბორცვის შემოვლით ააშენებენ. ჩვენი ტყის გავლით. პეჭა ჩვენა. მიიღეს გადაწყვეტილება ახალი გზატკეცილი ბორცვის შემოვლით ტყის გავლით დააგებენ. რამდენიმე ათეული ხე გადაირგვება, ბუნება არ დაზიანდება. რა გამოდის? გზა ბაზის მახლობლად დაიგება? და ზევით ვეღარ ამოვალთ? ეს რა მოიფიქრეს? მორჩა. კატია, შვიდობით. ერთად ძალიან კარგად ვერთობოდით. შვიდობით ყვავილებო, ტყეო, მზეო. ზერ მოიცადე, ჯერ კიდევ შეიძლება ამის გამოსწორება. იდეა გვაქვს. გვირაბი ავაშენოთ და გზა შემოვლით კი არა, მასში გაივლის. ყველაფრის გამოსწორებას შევძლებთ და ისევ შევძლებთ ფრენას. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მაგრამ საღამომდე უნდა დავიცადოთ. მაშინ მუშები სახლებში წავლენ და მაშინ დავიწყებთ გვირაბის აშენებას. რას ველოდებით? უკვე საღამოა. დავიწყოთ გვირაბის აშენება. ნუ ნერვიულობ, ზერ მოვასწრებთ. ბულ, ბაზა დამალე. დროა წავიდეთ. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ტურბოზავრებო, წინ! ანკი, ეს ბეტონის ფილები სადმე გვერდზე გადადე. აი იქ არის ადგილი. ახლა ქვები უნდა მოვაშოროთ. ტრაკ, ეს შენ უნდა გააკეთო. სად დავდო? სადმე ახლოს. კიდევ დაგჭირდება. უფრო ფრთხილადაც შეიძლებოდა. ეს ქვა რაღაცნაირად უსწორმასწოროდ დევს. სხვა დროს ქვებს შენ გადაიტან. მაჩვენებ როგორაა სწორად. ზერ, შენთვის დავალება გვაქვს. გზას უყურე და თუ ვინმე გამოჩნდება, გვანიშნე. თორ, ახლა შენი ჯერია. გვირაბის გათხრა დაიწყე. ბულ, მიწა და წვრილი ქვები მოაგროვე და თხელფენად გადაანაწილე გზაზე. განგაში, ზღარბი დავინახე. ზერ, ზღარბი ხელს არ შეგვიშლის. მართლა? უბრალოდ შენ თქვი თუ ვინმე გამოჩნდებაო. ვაგრძელებ დაკვირვებას. კარგი, დროა. დო, როცა ძალიან დაბნელდება, ბიჭებს ფარებით გაუნათე. ტურბოზავრებო, წინ! დო, ეცადე გვირაბი გაანათო. ცუდად ხედავ. სულ ცოტა დარჩა. ტრაკ, ახლა აი იმ ქვებით გვირაბის შესასვლელი უნდა გავამაგროთ და დავკიდოთ ნიშანი, რომელზეც გვირაბის სიმაღლეზეა მითითებული. ზერ ბაზაზე გაფრინდი და ნიშანი პროინტერით დაბეჭდე.
დილით ახალი გზატკეცილის მშენებლებმა გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინეს. შესაძლოა ეს უძველესი გამოქვაბულია, რომლის შესახებაც მეცნიერებმა არაფერი არ იცოდნენ. ახლა გზატკეცილი პირდაპირ ბორცვში გაივლის და თხეხე. სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა, სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე, როგორი ბორცვია. შეხედე, როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოგწეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისია შენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ან კი შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია, აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აერო გადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო, წინ! უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით? დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ბულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით.
ზერ, თვალიადევნე რომ არხის ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. ეს წყალი მაინც თევზებისთვისა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.